დრო. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ერთი ქალაქის შუაგულში პატარა მდინარე მიედინებოდა. არც ძალიან სწრაფი და არც ძალიან ჩუმი. ისეთი ბავშვებს რომ უყვართ ქვების ჩაყრა და სურვილების ჩაფიქრება. ქუჩებს შორის აუცილებლად შეხვდებოდით პატარა ბაღებს. ზოგან ხეები სახლებზე მაღალიც კი იყო. ზოგან კი აივნებიდან ჩამოშვებული ყვავილები გამვლელებს უღიმოდნენ. ამ ქალაქის ერთ-ერთ ლამაზ შენობაში ცხოვრობდა და-ძმა. ქალაქის სილამაზის მიუხედავად ბავშვებს მაინც ძალიან უყვარდათ სოფელში მოხუც პაპა-ბებიასთან ჩასვლა. სოფელში რამდენიმე მიტოვებული სახლი იყო, სადაც წლების მანძილზე აღარავინ ცხოვრობდა და ასეთ სახლებს ბავშვები სათამაშოდ იყენებდნენ. ერთ დღეს ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ბურთი ხან კედელს ხვდებოდა, ხან ღობის იქით ვარდებოდა. ფრთხილად! დაიძახა ნინო, როდესაც ბურთი ძველი სახლისკენ გაფრინდა. ისევ სხვენში ავარდა. წავიდეთ მოვძებნოთ. თქვა ლუკამ. სხვენში? მანდ ცოტა მეშინია. ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. ხის ჭრაჭუნით ავიდნენ კიბეზე და სხვენის კარი ფრთხილად გააღეს. აქ ყველაფერი მტრიანია. შეხედე, რა ძველი ნივთებია. კუთხეში ძველის კივრი იდგა. მის გვერდით კი რაღაც უცნაური ბრწყინავდა. ლუკა, ეს საათია? გონი კი, მაგრამ უცნაური. საათს ციფრები არ ჰქონდა. მის მაგივრად 4 სურათი ჩანდა. თითოეულ სურათზე 3 სხვადასხვა ფერის თვარი ბრწყიალებდა. აი თოვლი. აქ ყვავილებია. აქ მზე. და ეს კი ფოთლები. ნინომ საათისკენ ხელი გასწია და როგორც კი საათს შეეხო, სხვენი გაქრა და ბავშვები უცხო ადგილზე აღმოჩნდნენ. უცებ მათ წინ ქალი გამოჩნდა. მას თმის ნაცვლად ყვავილები ჰქონდა. ტანსაცმელი კი მწვანე და ვარდისფერი ფოთლებისგან შეკერილს გავდა. მისი თვალები მზესავით თბილად ბრწყინავდა. გამარჯობა, მე გაზაფხული ვარ. ესენი კი ჩემი ბავშვები არიან. მარტი, აპრილი და მაისი. შენ დრო ხარ? დიახ, მე ვაღვიძებ ყველაფერს, რაც ზამთერში ისვენებდა. მან ხელი მიწისკენ გაიშვირა. ბავშვებმა დაინახეს, როგორ ამოდიოდა ხასხასა მწვანე ბალახი. მალე კი პატარა იისფერი ყვავილები და თეთრი ენძელა გამოჩნდა. ისინი თითქოს ბუნებას გაღვიძებისკენ მოუწოდებდნენ. ამ დროს ზემოდან ჩიტების ჭიკჭიკი გაისმა. ცაში გუნდებად მოფრინავდნენ თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებული მერცხლები. გაზაფხული რატომ არის საჭირო? ჩუმად იკითხა ლუკამ. გაზაფხული დაჯდა, მიწას ხელი შეახო და თქვა. ჩემს გარეშე არაფერი დაიწყებოდა. მე ვაძლევ მიწას ძალას, თესლს გაღვიძებას, ცხოველებს ახალ სიცოცხლეს, ადამიანებს კი იმედს. ბავშვებს გული გაუთბათ. ამ დროს საათმა დაიდიგდიგა. უცებ და-ძმის წინ მინდორი გადაიშალა. მწვანე, ფართო და სიცოცხლით სავსე. ჰაერი გათბა, ცა გაშლილი და ლურჯი გახდა. მზე მაღლა ავიდა და ყველაფერი ოქროსფერ შუქში გაახვია. ხეებზე ხილი ეკიდა. მინდვრებში მარცვლებს ქარი არხევდა. ყველგან სიცილე და მხიარულება იყო. ლუკას და ნინომ დაინახეს ქალი, რომელიც მათკენ მოდიოდა. მას ქუდი ეხურა, მზისფერი ტანსაცმელი ეცვა და ხელში ხორბლის თავთავი ეჭირა. გამარჯობა, მე ზაფხული ვარ. ესენი კი ჩემი პატარები არიან. ივნისი, ივლისი და აგვისტო. შენ ძალიან მხიარული ხარ. თქვა ნინომ. იმიტომ რომ ჩემი დრო გაზრდის დროა. ზაფხულმა ხელი გაიშვირა და ბავშვებმა დაინახეს ხეებზე ნაყოფები როგორ მწიფთებოდა. მინდვრებში ირხეოდა ხორბლის ოქროსფერი მარცლები, ბავშვები კი მდინარეში მხიარულად თამაშობდნენ. ზაფხული რატომ არის საჭირო? ჰკითხა ნინომ. ზაფხული ჩამოჯდა ბალახზე და მშვიდად თქვა. გაზაფხულმა გააღვიძა ყველაფერი. მე კი ვზრდი და ვაძლიერებ. საათმა ისევ დაიტიკტიკა. უცებ ბავშვების წინ ველი გაიშალა, სავსე კალათებით, თავთავებითა და ხილით. მზის სითბო ნელ-ნელა დამშვიდდა. ჰაერი გრილი, მაგრამ სასიამოვნო გახდა. ლუკა, ნახე, დაიძახა ნინომ. ფოთლები ყვითელია. და წითელიც და ნარინჯისფერიც. უცებ მათკენ ნელი ნაბიჯით ქალი წამოვიდა.
მას ფოთლებიანი კაბა ეცვა და ხელში ვაშლით სავსე კალათა ეჭირა. გამარჯობა. მე შემოდგომა ვარ. ნაზად უთხრა ქალმა. ესენი კი ჩემი დამხმარეები არიან. სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. შენ ისეთი ჩუმი ხარ. შემოდგომამ გაუღიმა. იმიტომ, რომ ახლა მადლობის დროა. ქარმა ფოთლები ააცეკვა. ისინი ნაზად დაეშვნენ მიწაზე. ფოთლები რატომ ცვირა? ხე ისვენებს, რაც აღარ სჭირდება, უშვებს. და შენ რატომ ხარ საჭირო? ჰკითხა ლუკამ. მე ვასწავლი მადლიერებას. ვასწავლი, რომ უნდა შევაგროვოთ და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. მოვემზადოთ იმისთვის, რაც მოვა. საათმა ისევ დაიტიკტიკა. უცებ ჰაერი გაცივდა. ბავშვები თოვლიან ველში იდგნენ. ციდან ნელა ფუმფულა ფიფქები დაეშვა. ყველაფერი გათეთრდა და დამშვიდდა. თითქოს სამყარო ძილისთვის ემზადებოდა. არ ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, არც ხარის ხმაური. მხოლოდ სიჩუმე. მოულოდნელად ბავშვების წინ თეთრწვერა მოხუცი კაცი გამოჩნდა. მას თბილი ქუდი, ტანზე თოვლივით თეთრი ნაბადი ეხურა და ხელში ფიფქი ეჭირა, რომელიც არ დნებოდა. გამარჯობა, მე ზამთარი ვარ. ესენი კი ჩემი ვაჟკაცები არიან. დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შენ ისეთი დინჯი ხარ. თქვა ნინომ. იმიტომ რომ ახლა დასვენების დროა. ზამთარში არაფერი ხდება? იკითხა ლუკამ. ხდება, უბრალოდ თოვლის ან მიწის ქვეშ და ამიტომ არ ჩანს. ზამთარი აძლევს ძალას, რომ შემდეგ თავიდან დაიწყოს. ვინც არ დაისვენებს, ვერ გაიზრდება. თოვლი უფრო ძლიერად წამოვიდა, მაგრამ არ იყო ცივი. პირიქით, თბილად ეხვეოდა ყველაფერს. საათმა ისევ დაიტიკტიკა და ბავშვები ძველი სახლის ხვენში აღმოჩნდნენ. საათი ისევ იქ იყო, ჩუმად, მშვიდად. ლუკამ და ნინომ ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს. მათ გაიგეს თუ რატომ მოდიოდა გაზაფხულის შემდეგ აუცილებლად ზაფხული, მერე შემოდგომა და ბოლოს ზამთარი. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი.